ძალიან დიდი ყურადღება მიაქციათ. Ну, ქრისტიანობა არ უნდა გამოიგონოთ, ამაზე ვთქვით. იკითხეთ წმინდა წერილი და წმინდა მამები. გქონდეთ მოძღვართან ურთიერთობა. შეიკრიბეთ ეპისკოპოსის გარშემო. გიყვარდეთ ეკლესია და ენდეთ მას. იმიტომ რომ ადამიანი არის ქრისტიანი, თეოლოგი და ეკლესიას არ ენდობა, ეს არის სრული ნონსენსი, გაუგებრობა. და ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ იმ სათნოებას, რომლის გარეშეც ყველაფერი წყალში იქნება ჩაყრილი. ეს არის სიმდაბლე, თავდაბლობა. თავდაბლობა აუცილებლად ვლინდება მოყვასთან ურთიერთობაში. დააკვირდით თქვენ თავს როგორ იქცევით მოყვასის წინაშე. გესმით? აი ამ კუთხით შეაფასეთ თქვენი საკუთარი თავი. იმიტომ რომ თუ ადამიანის არ ცდილობს რომ თავდაბლობის საწინააღმდეგო ვნებებს ებრძოლოს, როგორც არის ეგოიზმი, აღგარება, საკუთარი სიმართლე, პატიმოყვარეობა, სიფიცხე, სხვებისთვის ჭკუისწავლების სურვილი და 1000 რამეა თავდაბლობა, ღვთისგანგებულებისადმი ურჩილ. აი მაგალითად თავდაბალია ვერ იქნება ადამიანი, რომელიც წუწუნებს და არ მოსწონს არაფერი. გესმით? ვერ იქნება ესეთი ადამიანი თავდაბალი. არ მოსწონს ეკლესიაში, არ მოსწონს ოჯახში, არ მოსწონს მეგობრებში, არ მოსწონს სახელმწიფოში, არ მოსწონს სამშობლოში, მარტო უარყოფით ხედავს. ესეთი ადამიანი არის ურჩი. თუ თავდაბალი პირველ რიგში ღვთისგანგებულებისადმი მორჩილებაში, თავდაბლობა ყველა პირველ რიგში ღვთისგანგებულებისადმი მორჩილებაში ვლინდება. და ასე შემდეგ, ეხლა თვითონ თავდაბლობა ესეთი რთული განსამარტებელია, რომ და ჩემი პასუხები ვიცი იმდენ კი ახალ კითხვებს ვადებს, მაგრამ ეს ყველაფერი აი ესე მოკლედ ასე შეიძლება ითქვას. თუ თქვენ აი გონივრულად და სიბძნით და აი ამ მნიშვნელოვანი სათნოებით განჟის უნარი, ხო? ადამიანი ყველა სათნოება დაგღუპავს, ნებისმიერი ლოცვას კი დაგღუპავს. თუ განჟით არ შეხედავ აი ამ სიტუაციას, გესმით? ნებისმიერი ღვაწლი. ამიტომ ეს არის თლიანი კომპლექსი ქრისტიანული ცხოვრებისა და რაც წეგან გითხარით, დარჩით ჩვეულებრივ ადამიანები. თქვენი უბრალოებით, თქვენი იუმორით, თქვენი ჩვეულებრივი ადამიანური რეაქციებით. ანუ ის რომ ადამიანი განხთობის პროცესი იწყება ადამიანში და სხვა ქმნილებად უნდა გარდაისახოს, ის რაღაც უცხო პლანეტელიტი არ ხდება. აი სახარებას რო ვკითხულობთ, აღმოაჩენთ რომ მოციქულები და თავად ქრისტე ჩვეულებრივობას ავლენენ. ქრისტე ისეთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომ მასთან თანაშეზდილი ძმებიც კი ვერ ცნობდნენ მასში, რომ რაღაცა განსაკუთრებული ხდებოდა, გესმით? 30 წლის განმავლობაში. იყავით ჩვეულებრივები, მაგრამ არა ცოდვის გამმართლებელი.